გაჩვენებთ 5 ნაწევრიანი და 4 ნაწევრიანი ხელჯოხების ავკარგიანობის ერთი ავკარგიანობა, ესე ვთქვათ, რომელიც რუმინეთში რო ვიყავით, მათ შეხმა ექსპერტმა მაჩვენა მობილობა ორიენტაციის და ამიხსნა. ანუ ეს არის 4 ნაწევრიანი, ანუ 4 ნაწილიანი ხელჯოხი. მას რომ კეცავ 4-ად და შემდეგ აი ამ მარყურს რომ გადაატარებ, აღმოჩნდება რომ ბურთულა, რომელიც ედება მიწას, ტალახს, ქვიშას, წყალს, ნუ ყველაფერს მოკლედ, მტვერს, ეხება სახელურს. ნუ რომელიც მე ხელში უნდა დაიჭირო და მე ის ხელი უნდა გამოიყენო, ხო, რა ვიცი. ყველაფერში, თუნდაც თვალში ჩაიწვეთო მაგალითად. შესაბამისად, აი ამ ხელჯოხს აქვს ეს ძალიან დიდი მინუსი, რომ ბურთულას და სახელურს, ანუ ერთად დევს რა და ერთმანეთს ედება. ამ დროს 5 ნაწევრიანი სვაროვსკის ხელჯოხი რომ აიღო, ოღონდ ეს სწორად უნდა გადავატაროთ მარყუჟის სწორი მხრიდან. აი ესე რომ დავკეცოთ ახლა. ერთადერთი აი ამის დაკეცვა არის ცოტა პრობლემური. ცოტა ძალა უნდა. აი ეს ანუ სახელური არ ედება ბურთულას, ბურთულა არის ერთ მხარეს, სახელური არის მეორე მხარეს. ოღონდ მნიშვნელოვანია, მე არასწორად ვატარებდი მარყურს, ანუ მარყურს ვატარებდი აი ესე და ხელით ვეხებოდი ამ დროს ბურთულას. მან მასწავლა, რომ სახელური, ამიტომ არის სპეციალისტი მნიშვნელოვანი. მან მასწავლა, რომ ანუ მარყუჟი ბურთულაზე კი არ უნდა გადაატარო, უბრალოდ ესე ზემოდან სახელურზე უნდა გადაატარო და ანუ აღარც ხელი აღარ დაგესვრება და აღარც ის რა ქვია და აღარც სახელური ბურთულათი არ დაისვრება.